მარტის აქციები, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მე ბევრი ისაუბრეთ თქვენ კანდიდატის სტატუსის საკითხზე, რომ ეს კანონი ხელს უშლიდა საქართველოს წინსვლას ევროპულ გზაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მინდა კიდევ ერთი კუთხე მოუძებნო ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ეს იყო ასევე ავტორიტარიზმის გამტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ივანიშვილი სულ ამას ჩალიჩობს, ასე ვთქვათ, რომ და აქ ავტორიტარიზმი, თავისი ავტორიტარიზმი, რომელიც უკვე არის ჩემი აზრით, კიდევ უფრო განამტკიცოს. აი შემდეგ ეს ავტორიტარიზმი უკვე თავისთავად ნიშნავს რუსეთს, ანუ შინაარსობრივად, ფორმალურად ყველანაირად და მე ეს როდესაც ავტორიტარიზმი გაქვს და მართავ ყველაფერს კიდევ უფრო ხისტად, ვიდრე ამას ახლა აკეთებ, მე თავისუფალი ხარ შენს მოქმედებებში. წერა იქ გარკვეულწილად იმასაც დაელაპარაკები, ამასაც და ჩინეთი იქნება, ის იქნება, მიმული იქნები რუსეთზე, რა თქმა უნდა, მაგრამ გექნება შენი საფაშო და აქ გააკეთებ რასაც გინდა. ეს კაცი არის ასეთი და თავისი მართვის სტილით. ის უყურებს საქართველოს როგორც, რა ვიცი, ბანკ ქართულს, სადაც თუ კი ვიკითხავთ, როგორი მართვის სტილი ქონდა. ზუსტად ასეთი. ყველა ორგანიზაცია, რომელსაც მართავს, ზუსტად ეს იყო და ამას უკეთებს ახლა საქართველოს. ის ვერიტას, რატომ არის, რომ ასეთი აგრესია აქვს ჟურნალისტების წინააღმდეგ და მედიის წინააღმდეგ და ვინც მას რამე შეეპასუხება. რატომ არის ეს მუდმივად შურისძიებით ანთებული? იმიტომ რომ ეს არის კაცი, რომელიც ცხოვრობდა დახურულ სივრცეში, სადაც მას ვერავინ სიტყვის შებრუნებას ვერ უბედავდა. და ეს კაცი, როდესაც გამოვიდა საზოგადოებრივ სივრცეში, მისთვის სრულიად უცხო იყო, როდესაც ვიღაც აკრიტიკებს. ნინო ჟიჟილაშვილმა რომ მკითხა ეს ვინ დაგიწერა ეს ტექსტებიო, ძალიან შეცბა მახსოვს. მისთვის ეს არის გამაოგნებელი. აი მაგალითად ვინ თქვა, ხო, აი ჩვენი ჟურნალისტი სალომე ლაბაძე, რომელმაც მე მგონი 200-ჯერ გაუმეორა შეკითხვა, რომ აი ვის გულშემატკივრობთ რუსეთ-უკრაინის ომში და დააკვირდით უბრალოდ იმ კადრებს, ვისაც არ გახსოვთ. ბიძინა ივანიშვილი როგორ ფიქრობს ამ საკითხზე, როდესაც ამ შეკითხვას უსვამენ და ეძებს სხვას როგორ დაიძურინოს თავი აი რაღაც თავის ტელევიზიებს. კი, და თავის ტელევიზიები იქ ეხმარებიან რაღაც შეკითხვებს, რომ ამას არ უპასუხოს, არც ერთ პასუხი არ მოეწონა ეთქვა ბიძინას, თორე გაიმეორებს. დარგის ექსპერტების ნაწილში. იმიტომ რომ ეს მისთვის სრულიად მიუღებელი, აბა სად უნდა დაესვათ მისთვის რაიმე უხერხული შეკითხვა ცხოვრების რომელ მონაკვეთში. და რა თემაზე, ვინ დაუსვამდა, ახლა ღარიბაშვილი დაუსვამდა და როდესაც გამოვიდა ამ სივრციდან და რა ვიცი, აი მის ასაკთან შედარებით ბავშვებად მიიჩნევს ალბათ იმ 20-25 წლის გოგობიჭებს, ხო, რომლებიც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ. და მისთვის ამ მილიარდერი კაცისთვის სრულიად გაუგებარია ვინ არის ეს ხალხი, როგორ ბედავს საერთოდ რამე კითხონ. ამიტომ უნდა რომ ის რაც ბანკში ქონდა თუ სადღაც სხვაგან რამე ორგანიზაცია თუ ქონდა, იქ როგორი ავტორიტარიზმის და რავი ტირანიაც ქონდა და აქვს. ის უნდა მთელი ქვეყნის მასშტაბით მისთვის გაუგებარი, წარმოუდგენელია, რომ ვიღაც ოპოზიციიდან, ვიღაც მედიიდან ამ კაცს, რომელსაც არ ვიცი, კოლოსალური თანხა აქვს, ვინმე რამეს უბედავდეს. მას თავისი გეგმები აქვს, ხო, აი ფული უნდა აკეთოს ერთი მხრივ, იქ ესე იგი კატასტროფული შიში პუტინის წინაშე რაც ყველაფერში იგრძნობა, ანუ უნდა ახლა ამას დამატებით პრობლემები და აქედან მინდა გადავიდე ერთ საკითხზე, რომელიც გიორგი მახსენა, რომ იქ რუსეთში ჩასულ ბჭყალებში ჩვენს თანამემამულეებზე, იმიტომ რომ თანამემამულეებად საერთოდ არ მივიჩნევ მათ რა მნიშვნელობა ქართული გვარი გექნება და აქ იქნები დაბადებული თუ არა, იმ შემთხვევაში თუ კი შენ რუსეთს ემსახურები, ეს ასეთი მარგინალური უარყოფითი გაგებით კრემლისტური, პუტინისტური დაფინანსებული ძალები ყველა ქვეყანაში არსებობენ, მათ შორის ევროპის ქვეყნებში ყველგან არიან ასეთები, მაგრამ ჩვენ ერთი სერიოზული პრობლემა გვაქვს აქ, მთავარი პრობლემა, რომ ეს ძალები არიან ხელისუფლების მოკავშირეები, ხელისუფლების აქაური ხელისუფლების ინსტრუმენტები, რომლებიც იქიდან ფინანსდებიან და ხელისუფლება ყოველ ჯერზე მათ იყენებს თავისი მიზნების მისაღწევად, რუსული მიზნების მისაღწევად. ჩვენ ხო არა ვართ რაღაც
იზოლირებულად აი ამ ფაქტის გარშემო რომ აი ვიღაცა ჩავიდა ახლა იქ რაღაცა კონფერენცია თუ რაღაც ღონისძიება რაც იყო ფესტივალი შვიდობის ფორუმი ჩვენ იმ რეალობაში ვართ იმ დღეს ამოიყვანეს 5 ბავშვი ოდესის დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი სახლიდან ეგ ჩვენ ხო არა ვართ რაღაც ამ კონკრეტულ ფაქტს ხო არ განვიხილავთ ანუ უფრო ფართო სურათია ეს ყველაფერი ხიდაშელის და ვოლსკის შეხვედრა ახსენ ვინ არის ხიდაშელი რომელიც რაღაც სახელმწიფოებრივ საკითხებზე დარბის რომელიც რეკავს ვიცე სპიკერს ეუბნება რაღაც საინტერესო მოსაზრებები მაქვს აფხაზეთის თემაზე შემხვდიო ეს ხდება და მე ამბავი რომ ასე თქვა გამოაშკარავდება ამბობს რომ როგორც ვიცე სპიკერი ისე არ შევხვედრივა აბა ვინ რა სტატუსით შენკოებთან და ვიღაცა შუამავალი ბიზნესთან და დადის აქეთ იქით კაცი რომელმაც პირდაპირ რუსული სპეცოპერაციის გეგმა ჩამოიტანა რუკა და გაიდლაინები ხელისუფლებას როგორ უნდა ემოქმედა აი ამ რეალობაში ვართ პრემიერის დელეგაციებში იყო ხოლმე ის დაყვებოდა ღარიბაშულს აქეთი ამ რეალობაში ვართ და მე მგონია რომ ჩვენმა საზოგადოებამ აი ტესტიო თქვენ თქვი ჩვენი საზოგადოება უძალიანდება აი ამ ავტორიტარიზმს არ აძლევს მისი დამყარების საშუალებას თუმცა ეს არ ნიშნავს ყურადღების მოდუნების შემთხვევაში 1000 ხრიკით 1000 დაშინებით манипуляციით და ასე შემდეგ ის თავისი მიზნისკენ მიიწევს ავტორიტარიზმისკენ მიიწევს და მას ზურგს რუსეთი უმყარებს საქართველოში შესაძლებელია რა თქმა უნდა ავტორიტარიზმი თუ ამას საზოგადოება სათანადოდ არ აღუდგება წინ და მარტის მოვლენები ჩემთვის ეს იყო რომ არ დაეშვა ავტორიტარიზმი და არ დაეშვა ევროპული გზიდან გადახვევა. ხდებოდა ვოლსკი იმ დღეს 7 მარტი იყო და ჟიული შარტავას დაბადების დღე იყო. ეგეც სიმბოლური იყო მარტის აქციების წლისთავი ჟიული შარტავას დაბადების დღე და ვოლსკი ხდებოდა ხიდაშელს და ოკუპირებული ტერიტორიების კონფედერაციაში შესვლაზე ესაუბრებოდა და რკინიგზის აღდგენაზე. მართლა ყველაფერს აქვს საზღვარი ამ ქვეყანაში და რითვერ გაიგო ხელისუფლებამ რომ არის თემები რომელსაც არ უტარებს საზოგადოება. და ახლა ერთსაც ვიტყვი ნინო, რასაც ახლა ლაპარაკობენ აი რაღაც გამოგონილი პროპაგანდისტული თემებით. ამ ხალხს ანუ რაღაც მიმართულება სოფლიოში, რა ვიცი, შენი საზოგადოების ცოტა მაჯისცემა, ხო ხედავენ რომ საზოგადოება, ჩვენ როგორც საზოგადოება, ესე იგი ცნობიერების მხრივ აი დახურული საბჭოთა სისტემიდან გამოსვლის შემდეგ ჩვენ ვითარდებით როგორც საზოგადოება, წინ მივდივართ, უფრო გამოცდილები ვართ ვიდრე წარსულში და ბევრს ალბათ სხვენია იმის, რასაც მაგალითად 90-იან წლებში ან 2000-იან წლებში ლაპარაკობდა ხო? ცხენია ალბათ, ბევრს რასაც აკეთებდა. აი ახლა ეს ადამიანები აი ამ პროპაგანდას ეს ვინ უნდა აპატიოს? ეხლა ცხოვრება წავა წინ, რა თქმა უნდა ამათ მოვიშორებთ გულისხმობ პოლიტიკური თვალსაზრისით. და შემდეგ როგორ გრძელდება ამ ხალხის ცხოვრება? აი ამ კომენტარებს რო ამოიღებს მომავალი თაობა და აი ამათ რო მოусმენს ეს ხო ნიშნავს რომ ისტორიის სანაგვეზე არიან გადასროლები.